პროტესტის მე-19 დღე თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიურად იმართება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის აქცია მსვლელობები. უცვლელია მოთხოვნები, ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება. თბილისის ქუჩებში მარშის შემდეგ მომიტინგეთა შეკრების ადგილი თბილისის ცენტრალური გამზირია. საავტომობილო გზა გადაკეტილია, ცოტა ხნის წინ აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მწერლები, რედაქტორები, გამომცემლები და ბუკინისტები. მოამბის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს პარლამენტთან, საიდანაც ახლა მაკა არჩევნიშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. მაკა, საინტერესოა რა ვითარება ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე. რუსთაველის გამზირზე დღეს აქცია დაახლოებით 7 საათისთვის დაიწყო და სწორედ ამ დროს გადაიკეტა დედაქალაქის მთავარი გამზირი ავტომობილებისთვის. როგორც შენ უკვე აღნიშნე, ნიკა, პერიოდულად აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უერთდებიან ის ადამიანები, ვინც მთელი დღის განმავლობაში მსვლელობით მართავდნენ პროტესტს. აქ მოვიდნენ ცოტა ხნის წინ როგორც მწერლები და ასევე სხვა კულტურული სფეროების წარმომადგენლები, შორის აქციას შემოუერთდნენ კინოსფეროს წარმომადგენლები. ახლა მინდა ოპერატორს ვთხოვო კადრში გაჩვენოთ თუ რა ვითარება ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეები დგანან და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს, საკუთარ პროტესტს. წინა დღეების მსგავსად დღესაც არ არის სიტყვით მიმართვები და გამოსვლები. მათი ფორმა არის უბრალოდ იმყოფებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე რუსთაველის გამზირზე და გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. წინა დღეების მსგავსად საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს დღესაც აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმყოფება მხოლოდ რამდენიმე მანქანა სამართალ დამცავების და პერიმეტრს აკონტროლებენ. ასეთია სიტუაცია ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვესაუბრეთ აქციის მონაწილეებს და ისინი ჩვენთან საუბრის დროს განმარტავენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ასევე მათი მოთხოვნაა, რომ უნდა გათავისუფლდეს ყველა ის პირი, ვინც აქციის პერიოდში დააკავეს. მე-19 დღეა, რაც აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. აქ ცოტა ხნის წინ აინთო ნაძვის ხე, ასევე ჩაირთო ილუმინაციები, თუმცა ეს მოხდა ყოველგვარი საახალწლო, ბუნებრივია ყოველგვარი საახალწლო ღონისძიების გარეშე. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მოქალაქეების აზრი, თუ რას საუბრობენ ისინი ჩვენთან საუბრის დროს. ჩემი როგორც იმ 80%-ის ასე ვთქვათ ადამიანის ასე ვთქვათ გვერდით ყოფის, რომელიც მიესაც მიაჩნია, რომ ჩვენი განვითარება არის ევროკავშირთან ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობა. შემიძლია გითხრათ, რომ ვიდრე ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილება, აქცია შეიძლება ძალიან დიდ ხანსაც გაგრძელდეს. მე პირადად მინდა რომ გათავისუფლდნენ ის ადამიანები პატიმრობიდან, რომლებიც ამ აქციების შედეგად დააკავეს და დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე პასუხს აგებენ მოძალადეები. მთავარი მიზანი არის ჩემი, რომ და ჩვენი საზოგადოების რომ მივაწვდინოთ ხმა, მინდა ჩვენს ხელისუფლებას, რომ ასე ვეღარ გავაგრძელებთ ცხოვრებას და მინდა რომ ეს გზა, რომელიც ახალგაზრდებმა გაგვიკვალეს და მთელმა საზოგადოებამ ფუჭად რომ არ ჩაიაროს. მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მოხსნა, ყველანაირი რისკების მინიმუმამდე დაყვანა და ამისთვის საჭირო არის აუცილებლად განმუხტვა მდგომარეობის, რადგან მდგომარეობაში დღეს ვართ. არ აქვს მნიშვნელობა ვის ადგას. ამ ქვეყანას სჭირდება განმუხტვა და პოლიტიკურ პროცესების დაწყება. რუსთაველის გამზირზე აქცია ამ წუთებშიც გრძელდება და აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ პროტესტის ეს ფორმა გაგრძელდება მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული. მადლობა, მაკა არჩევნიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.